ფული ეკონომიკური შეთანხმებების მთავარი შუამავალია, თუმცა ფულს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. ის ხელს უწყობს საქონლის გაცვლას და ასახავს საქონლის საბაზრო ღირებულებას. იდეალურ სიტუაციაში ეკონომიკაში ფულის რაოდენობა შეესაბამება იმ საქონლის რაოდენობას, რომელსაც ეს ფული უზრუნველყოფს. დავუშვათ, რომ რომელიღაც იზოლირებულ კუნძულზე არსებობს საკუთარი ეკონომიკა. იქ ფულის როლს ოქროს მონეტები ასრულებენ და ერთადერთი საქონელი მანქანებია. როდესაც გვაქვს მხოლოდ 10 მონეტა და 10 მანქანა, ერთი მანქანის ღირებულება ერთი მონეტის ტოლი იქნება. მაგრამ ეს თანასწორობა დიდხანს არ გაგრძელდება. გარკვეულ მომენტში ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება. პირველ ვარიანტში, როდესაც მონეტები მეტი აღმოჩნდება ვიდრე მანქანები. კუნძულზე აღმოაჩენენ ახალ ოქროს საბადოებს ან ვიღაც დააზიანებს თავის მანქანას. შემდეგ ვივარაუდოთ, რომ 12 მონეტა 6 მანქანას უზრუნველყოფს. ასე რომ ერთი მანქანის ფასი ახლა 2 მონეტაა. ანუ იგივე მონეტით ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ არა მთელი მანქანა, როგორც ადრე, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი. გამოდის, რომ ჩვენი ფული გაუფასურდა ნახევრად. ამ პროცესს, რომლის დროსაც ფული კარგავს მსყიდველობით ძალას, ინფლაცია ეწოდება. მეორე ვარიანტში ახლა მეტი მანქანა ვიდრე ფული. მაგალითად, ზოგიერთი მონეტა დაიკარგა. ასე რომ ყოველ 10 მანქანაზე ახლა ვთქვათ 5 მონეტაა. გამოდის, რომ ერთი მანქანა ახლა ღირს ნახევარი მონეტა. ამ სიტუაციას, როდესაც საქონლის ფასები ეცემა, ეწოდება დეფლაცია. ასე რომ, თუ ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების რაოდენობა უდრის ფულის რაოდენობას, მიმოქცევაში ინფლაცია არ არის. რატომ არის ეს თანასწორობა პრაქტიკულად მიუღწეველი? იმიტომ, რომ ეკონომიკის ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა უზარმაზარია და თან ამ ტრანზაქციების უმეტესობა კი დროშია გაჭიმული. უფრო მეტიც, ყოველ წამს ახალი საქონელი და ახალი მომსახურება წარმოიქმნება და მათი მიწოდებისთვის საჭიროა ფული. გამოდის, რომ უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც ამ ფულს ქმნის და მიმოქცევაში უშვებს. ამ როლს ასრულებს ბანკთა ბანკი, ცენტრალური ბანკი. ცენტრალური ბანკი ერთადერთი ორგანოა ქვეყანაში, რომელსაც აქვს ფულის გამოშვების უფლება. მისი ამოცანაა ზუსტად მიაღწიოს თანასწორობას ეკონომიკაში ფულის რაოდენობასა და წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას შორის. თუ საკმარისი ფული არ არის, მაშინ ცენტრალური ბანკი ზრდის ემისიების მოცულობას და თუ საკმარისი ფულია, მაშინ ის ამცირებს ფულის რაოდენობას. თული ის არის, რომ ცენტრალური ბანკი არ ურთიერთობს მოსახლეობასთან და კომპანიებთან, არამედ მუშაობს პირდაპირ კომერციულ ბანკებთან. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, საიდან იღებენ კომერციული ბანკები ფულს? რა თქმა უნდა, ბანკები თავიანთი ფულის ნაწილს იზიდავენ ფიზიკური პირებისა და კომპანიების დეპოზიტებით, მაგრამ ისინი ასევე სესხულობენ გარკვეულ ნაწილს ცენტრალური ბანკისგან. ცენტრალური ბანკი ბანკებს ფულს ასესხებს პროცენტით, რომელსაც რეფინანსირების განაკვეთი ეწოდება. ფულის ღირებულება ეკონომიკაში დამოკიდებულია ზუსტად რეფინანსირების განაკვეთზე. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. თქვენ რომელს აირჩევდით? კონტროლირებად ინფლაციას თუ დეფლაციას, სადაც ყოველთვის პროდუქტების გაიაფება ხდება? გელით კომენტარებში მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. მომავალ შეხვედრას.